მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. წლის ბოლოს სხდომა პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა. ინფლაცია ნიკა გილაურის და მთავრობის განხილვის მთავარი თემა იყო. პრემიერმა მინისტრებს მოსთხოვა გააკეთონ ყველაფერი, რომ საქართველოს სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ინფლაციის ტვირთი მინიმალურად იგრძნოს. პრემიერმა წლის ეკონომიკური მაჩვენებლებით შეაჯამა და ტურიზმის და საბანკო სექტორის განვითარებაზე ისაუბრა. შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი არის 3 კვარტლის 6.5%. წლიური 2010 წლის სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 6.5%-ის მიდამოებში, სადაც 6.3 და უფრო მაღალი. ინფლაციის მაჩვენებელი ჯერჯერობით არის 10.5%-ზე, დაახლოებით ესეთივე იქნება წლის 2010 წლის საბოლოო შედეგი. რა თქმა უნდა, ეს აისახება ცუდად მოსახლეობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ გაიზარდა საკვები პროდუქტების ფასები, გაიზარდა პირველადი მოხმარების საგრების ფასები და ეს რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად უარყოფითი შედეგია წლევანდელი წლისა და ვისურვებდი რომ ეს უფრო დაბალი ყოფილიყო. ეს არის ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა აღმოუჩინა ჩვენს ქვეყანას ამ წელიწადს, სწორედ გამომდინარე და დაყრდნობით იმ რეფორმებზე და წარმატებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა წელს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმიანობა მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდეს. საერთაშორისო თეატრის ფესტივალის რეზულტატად რამდენიმე ჩვენმა თეატრმა პირველად შეიძლება ითქვას ისტორიაში თავის სპექტაკლები გაყიდა საზღვარგარეთ და ისინი დადიან და უკვე ეკონომიურ საფასურს და მოგებას იღებენ აი ამ ნაბიჯით. მაგალითად, ქართველი ლიტერატორი მწერალი პირველად მოხდა ევროპის საუკეთესო მწერალთა შორის 2011 წელს შესახავთ ბატონი ზურაბ ლეჟავა. ფილმმა გაღმა ნაპირი მოიპოვა დაახლოებით 20 ფესტივალზე წარმატება და ეს კაცი უკვე შეიძლება ითქვას გაყიდვადი და მოთხოვნადი რეჟისორია. გულისხმობ რეჟისორ გიორგი ოვაშვილს.